მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ თოდო სამყაროში ხართ? თუ ხარ დაინტერესებული ხელოვნებით, ხატვით, კერვით, ან უბრალოდ რაიმეს ხელით შექმნით, მაშინ თქვენ სწორ ადგილას ხართ და გამოიწერეთ ეს არხი, რადგან წინ ძალიან ბევრი კარგი ვიდეო გელით. სამწუხაროდ, ჩემი ვიდეოს პირველი ნაწილი მობილურმა არ შეინახა. აქედან გამომდინარე, მიწევს თქვენთვის მხოლოდ მეორე ნაწილის გაზიარება. ბევრმა იუთუბერმა ეს თვე სასიყვარულო თემასთან დააკავშირა 14 თებერვლის გამო. მეც მომეწონა ეს იდეა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ თვის თემა სიყვარული ყოფილიყო. ამიტომაც გავაფორმე დღიური ასე. თქვენ რას ვფიქრობთ, როგორ მოგწონთ? ან რასთან ასოცირდება თებერვალი თქვენთვის? იქედან გამომდინარე, რომ ადამიანები ძალიან ბევრ დიდ დროს კარგავთ წულწულში, ნერვიულობაში და რომ დავფიქრდეთ რეალურად სანერვიულო მიზეზები არც ისე მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მინდა ვისწავლო ნებისმიერი წამით კბოვა, როცა რაღაც რუტინა ხდება, ვერ აღვიქვამთ მას მნიშვნელოვან მოვლენად და აღარ გვაქვს ისეთი მადლიერების შეგრძნება, როგორც თავიდანვე. ამიტომ გადავწყვიტე გამიკეთებინა დღის განწყობის გრაფიკი, სადაც ვნახავ შედეგს თუ რამდენ დროს ვატარებ ცუდ განწყობაზე და რამდენ დღეს ვატარებ კარგი განწყობით. საინტერესოა როგორ დასრულდება, ანუ როგორი მაჩვენებელი იქნება წლის ბოლოს ამ მხრივ. ანუ წითელი ფერით გავფერადებ გულს და ეს ნიშნავს, რომ ჩემი დღე კარგია და კარგად წარიმართა. რაც სიმართლე გითხრა, ჩვენ განწყობაზე და დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული და ზოგადად ფიქრობ ძალიან დიდი ძალა აქვს. ყოველთვის თავში, ყოველთვის ფსიქოლოგია დგას, დამიჯერეთ. როდესაც ვარდისფრად გავაფერადებ, ნიშნავს, რომ არც ცუდია, არც კარგია, ანუ ნორმალურია საერთოდ ჯამში. როდესაც სისფრად გავაფერადებ, ნიშნავს, რომ თავს არ ვგზნო კარგად და გამოდის, რომ ჩემს ძვირფას დროს ისევ წუწულში ვანგავ. თებერვალში ზუსტად 4 კვირა, აქედან გამომდინარე, გავაკეთე 4 გრაფა იდეებისთვის. აქედან გამომდინარე, რომ საქმეებს, რაცაც ვარ ეჭიდული, ჭირდება ძალიან ბევრი დრო, ჭირდება, რომ იდეები ჩავიწერო და ვიყო მეტად ორგანიზებული, რათა შევძლო მათი შესრულება და არ დარჩეს მხოლოდ იდეის დონეზე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყოველ კვირაში რამდენიმე იდეა დავისახო და განვახორციელო და შესაბამისად თქვენც გაგიზიაროთ. როგორც იცით, ეს კონტენტი ძალიან დავიწყე და იანვარი გამოვტოვე. ამიტომ ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა თუ იანვრისთვისაც გავაკეთებდი cover-ს. იანვარი ასოცირდება თოვლთან. გადავწყვიტე, რომ ფიფქები დამეხატა, გამომეჭრა და შემდეგ ისეთი სქემა გამეკეთებინა, რომ როლს რომ გადაშლი, ეს ფიფქები მაღლა ამოსულიყო. თაბახის ფურცელზე, მთელი თაბახის ფურცელზე გავაკეთე ჩანახატი ფიფქებისთვის. არ ვიცი რამდენად შეამჩნიეთ თუ არა, ჩემი თმები ძალიან ხშირად ჩნდება, მაქსიმალურად ვესადე რომ ამომეჭრა, მაგრამ არ გამომივიდა, ვისაც გრძელით მაქვს გამიგებს ნამდვილად. შემდეგში აუცილებლად მას შევიკრა.
ჩემი აზრით აქ შევწდი, ავიღე ძალიან მყარი ფურცელი, დაახლოებით ისეთი მატერია, როგორიც კუთებს აქვთ და მიხვდებით, რაც გულისხმობ შემდეგში. თავიდან ვიფიქრე, რომ შავი კონტურით გამოკვეთავდი ფიფქებს და გავაკეთებდი ცისფერ ფონს, თუმცა შემდეგ გონება გამინაცდა და უკეთესი იდეა მომივიდა, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ფიფქები იქნებოდა ცისფერი და ღია თეთრი ფერი იქნებოდა ფონი. ეს იდეა უფრო ძალიან მომეწონა, ამიტომ დანარჩენი ფიფქები ამ ფორმით გავაფორმე. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ჩანახატის საშუალო წაშლა, რომ უშნო არ გამოჩნდეს. შემდეგ შავი კონტურით, რაც კი წვრილი კალამი მქონდა, იმით გავაკეთე შავი კონტური, უფრო გამოკვეთა და უფრო ლამაზი გამოვიდა ჩვენი ნახატი, ან დასრულებული იერსახე მიეცა. იქედან გამომდინარე, რომ ეს არ არის არტი. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ ჩავდო ძალიან ბევრი დრო, ძალისხმევა, არ დავხარჯო ძალიან ბევრი დრო თითოეულ დეტალზე. შემდეგ სქემისთვის ავიღე ისევის ფურცელი, რომელიც არის დაახლოებით 5-ის მსგავსი მატერია და აქ შევწდი ნამდვილად, იმიტომ რომ როლის დაკეცვის დროს ამ ფურცლის ჩაკეცვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სავარაუდოდ მიხვდებით, რის გაკეთებას ვცდილობ. ძალიან რთულია ამ ფურცლის დაწებება, იმიტომ რომ სრიალებს და არ მემორჩილებოდა ძალიან დიდი დრო და ენერგია დავხარჯე და მათ შორის ნერვებით შევწირე. აქ კიდე ამოჭრილია და არ ჩანს. ახლა კი ფიფქებით გავაფორმე დანარჩენი ფონი, რომ არ ყოფილიყო დაუსრულებელი. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ არ ვცდილობ იდეალურად იყოს შესრულებული ნახატები, იმიტომ რომ ეს არის ღიური და არა რაიმე არტი. გარდა ამისა, მინდა რომ მარტივი იყოს და ყველა შეძლოს მის შესრულება აქვს თუ არა ხატვის ნიჭი. შემდეგ იანვარი დავაწერი ინგლისურად, შემდეგ ქართულად. კონტური. ისიც რომ ძალიან მიყვარს კონტურის გაკეთება, ჯერ ძალიან სიამოვნებს ეს პროცესი და შემდეგ ყურებაც კი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი საყვარელი ნაწილი არის კონტურინგი. ყველგან მეიქაპშიც, ხატვაშიც, ყველგან კონტურის გავლება, გაკეთება არის ჩემი საყვარელი ნაწილი. აი, აქ შევწდი. ამდენი რიცხვი ვიწვალე, მაგრამ ვფიქრობ საერთოდ ჯამში ლამაზია. აი რა უნდა გამოსულიყო სინამდვილეში. მივიღეთ ეს, ამიტომ თქვენ უბრალოდ თავახის ფურცელი გამოიყენეთ. ახლა შევამჩნიე, რომ პარასკევი დღე გამოვტოვე. მარიამ, ჩემო მეგობარო, კვირაში 7 დღეა. 7. ჩემი საყვარელი ნაწილი იყო ამ ვიდეოში ეს და როგორ მინდოდა გამეხიარებინ, ვინც ინსტაგრამზე ხართ,
იცით ალბათ როგორ განვიცადე ამ ნაწილის დაკარგვა. მართალია გოგო ვარ და ჩემი საყვარელი ფერი არის ლურჯი, ცისფერი ტონალობები. მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩრდილები ბიჭის ხელისთვის გამეკეთებინან ცისფრად და გოგოსთვის ვარდისფრად. ანუ ძალიან მომწონს ვარდისფერის და ცისფერის კომბინაცია ერთმანეთში და აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ ესე უკეთესი იქნებოდა. ჩემი საყვარელი ფრაზა Let's get right. ბავშვები და ხშირად მესმის, რომ უცნაური ვარ. აქედან გამომდინარე ძალიან მიყვარს ეგ ფრაზა. ჩემი მოტივატორია. მადლობა მეგობრებო თქვენი დროისთვის. არ დაგავიწყეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და ბედნიერი დღე. დროებით.